მოგესალმებით, შენი შუაღამე ეთერშია. დღეს მარტოვზე ვარ, ილო ჩემს გვერდით არ არის, თუმცა ყველამ კარგად ვიცით ვირუსები არის მოდებული, ილო არის ავად, ილო ხნედიყავი, მალე გამოჯამრთელდი, ძალიან მჭირდება, ძალიან მეშინია აქ უშენოდ ჯდომა არ მიმატოვა დიდი ხნით. მოვიკითხავ ილოსაც და აუცილებლად მოვიკითხავ ჩვენი სინდისის პატიმრებს, რომლებიც ახლა გამომწყდებლები არიან 4 კედელში, მოვიკითხავ პირველ რიგში ჩემს მეგობრებს, იმიტომ რომ ისინი ძალიან მენატრებიან, იმიტომ რომ არიან ჩემი მეგობრები ოკმელას, ანდროს და საბას და საერთოდ სულ ყველას ადამიანებს, რომლებსაც მე პირადად სამწუხაროდ არ ვიცნობ, თუმცა ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან. მოვიკითხავ და როგორც ყოველთვის გავიმეორებ, რომ იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენ არ მიდატოვებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ თქვენი თავისუფლებისთვის და არ იგრძნოთ თავი მარტო, იყავით მხნედ. და დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ხო ბევრი სხვადასხვა რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში. რაღაც სანქციებზე არის საუბარი, არის იზოლაციაზე საუბარი დასავლური სამყაროდან და ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს ამ თემის გარშემო. არის რაღაცები, რაც გვიხარია, არის რაღაცები, რაც ძალიან ბევრი კითხვა არის ხალხში, რომ კი გვიხარია ეს იზოლაცია, მაგრამ რას ნიშნავს სინამდვილეში, როგორ შეგვეხება ხალხს. მოკლედ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვაა და სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ და ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს ეთერში. მე წარვადგენ ჩვენ სტუმრებს კახაბერ ჩიქოვანი, ჯგუფი ფარი, ვიცე-პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში და ვასილ გარსევანიშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე გვიან ჩვენთან მოხვედით ეთერში, თუმცა ეხა ისეთი დროა, რომ საათს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ხოლმე და ხო, აი როგორც დავიწყე მართლაც ჩვენ გაუთავებლად, მოუთმენლად ველით ამ რაღაც სანქციებს, იმიტომ რომ ძალიან უსამართლო რამ არის და მტკივნეულია, როდესაც 1 მილიარდერი კაცის ხელში ხარ, იმას ძალიან ბევრი ფული აქვს, ის მშვენივრად ცხოვრობს და მთელ დანარჩენ ქვეყანას ადამიანებს, რომლებიც არიან მშრომელი, ღირსეული ხალხი, აცხოვრებს აი ესეთ უსამართლობაში, გაჭირვებაში და უკვე ძალადობაშიც და ყოველ შემდეგ დღეს ყველაფერი თითქოს უარესდება და ეს ძალადობრივი რეჟიმი კიდევ უფრო სასტიკი ხდება რაღაცა მართლა ტერორიზმამდე და სადიზმამდე მიდის სასამართლო პროცესების დროსაც კი ადამიანებს ისე ექცევიან, რომ ძალიან ღირსების შემლახავი არის ეს ყველაფერი და ამიტომაც არის ვფიქრობ ხოლმე, რომ აი ესე რო გვიხარია, რომ აი დაასანქცირებენ და ველოდებით ესე მოუთმენლად ამ სანქციებს. კი სამართლიანია არის ეს ბრაზი და მოლოდინი, თუმცა მეორეს მხრივ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, როგორ შეეხება თქვათ ეს ჩვენს ქვეყანას. პირველ რიგში მინდა ასეთი შეკითხვით დავიწყო, იმიტომ რომ ძალიან მეც კი მაქვს ეს კითხვა, ადამიანები, რომლებიც ვერ ვერკვევით ამ თემაში ასე კარგად. ძალიან ბევრს აქვს ეს კითხვა, რომ ბიზნეს იმდენი ფული აქვს, რამდენიც არ უნდა დაასანქცირო, დიდად არ აღელვებს და აი რაღაც მსგავსი დამოკიდებულება არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რაღაც სანქციები უკვე დაიწყო, დაანონსებულიც არის კიდევ უფრო მეტი სანქციები და ეს აბსოლუტურ იზოლაციაში მიყავს ამ ყველაფერს ქვეყანა, მაგრამ ბიზნეს ივანიშვილი თავის რაღაც აი მიმდინარე პოლიტიკას კი არ ცვლის და უფრო არბილებს, არამედ კიდევ უფრო სასტიკს ხდის და კიდევ უფრო მეტად თითქოს ცდილობს, რომ დაგვიკანონოს ესეთი ძალადობრივი პოლიციური რეჟიმი. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. აი რას ნიშნავს ეს, რატომ მიქცევა ის ასე? კი ბატონო, კიდევ ერთხელ მივესალმებ მაყურებელს, მინდა მიულოცო ამ რთულ პერიოდში შობა ახალი წელი, უსურვო ყოველივე კარგი და იმედით შევხედოთ მომავალს 2025 წელს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით ეხა საზოგადოებისთვის რამდენადაც ცნობილია და უფრო მეტად ამაზე ხდება აპელირება, სანქციები ეხება კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, კონკრეტულ პიროვნებებს, თუმცა მომავალში თუ ესე გაგრძელდება, აუცილებლად შეეხება მოსახლეობასაც, თითოეულ ჩვენგანს და მთლიანად ქვეყანას, ხო, ქვეყნის ეკონომიკას. იმიტომ რომ სანქციები არ ითვალისწინებს მხოლოდ პიროვნებებზე, ესე ვთქვათ, გარკვეული შეზღუდვების დაწესებას. სანქციები შემდგომი ეტაპები ითვალისწინებენ ამ პიროვნებებთან დაკავშირებული ორგანიზაციების, ფინანსური წრეების, სხვა პიროვნებების და მთელი რიგი ჯგუფების დასანქცირებას, შეზღუდვას ფინანსური სხვადასხვა ოპერაციებისას, მათ შორის რეგიონალური, არა მარტო ფართო საერთაშორისო ასპარეზზე.
აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან რთული ასაქმელი იმ სიტუაციაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ჩვენ არ გვაქვს დრო ამაზე ფიქრის, თუ ეს რას გამოიწვევს გრძელვადიან პერსპექტივაში. უბრალოდ ამ მოკლევადებში ჩვენ გვიხარია და მით უფრო რაღაც გარკვეულ წმენას გვაძლევს, რომ მალე რაღაც შედეგს გამოიღებს და სიტუაცია შეიცვლება. თუმცა მეორეს მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის ჩვენი სცენარი. ეხლა რა პროცესებიც ხორციელდება, ეს პროცესები გამიზნულად არის დაგეგმილი. საკმაო ხნის წინ ეს არ არის 1 და 2 წლის ამბავი. თავის დროზე მქონდა ჩვენ გარკვეული დისკუსიები უფრო ვიწრო წრეებში ჩვენ მეგობრებთან, რომლებთანაც გარკვეულ თემებზე მაშინ შესაძლებელი იყო ჯერ კიდე ღიად საუბარი. და მე პირადად მაშინვე ვიძახდი, რომ ვექტორის შემოbrunება ესე ადვილი არ არის 1 და 2 ვადაში და ამას დაჭირდებოდა უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა. თუმცა ჩემთვის პირადად ეს უკვე საკმაოდ ნათელი იყო უკვე პირველი პერიოდის დასასრულისას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ეს სცენარი მიმდინარეობს ისე, როგორც მიმდინარეობს, ჯერჯერობით მე ვერ ხედავ ისეთ სასიკეთო გადახრას საზოგადოების მხარეს, რომ რამეზე ხა ესეთი კარგი პროგნოზი გავაკეთო, თუმცა ყველაზე კარგი რაც აი ამ პროცესებში, აი ამ აქტივობების განმავლობაში ქუჩაში გამოიკვეთა, ეს არის, რომ ხალხი შეკრული არის ერთი იდეის გარშემო. აქ არ არის ვინმე გამოსული რომელიმე კონკრეტული პარტიის ან რომელიმე კონკრეტული პიროვნების დასაცავად ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ხმების დასაცავად. აქ არ არის გამოსული ხალხი, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ეხლა რა ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანისთვის, იმიტომ რომ თავის დროზე სხვა ხელისუფლებებიც აყალიბებდნენ, ესე ვთქვათ, სექტანტურ ჯგუფებს, რომლებიც ბრმათ მიყვებოდნენ და დღესაც მიყვებიან, ხო? ხედავთ ამას ჩვენ. თუმცა ეს კატეგორია, რომელიც ჩემი გათვლებით არც ერთ დღეს, არც ერთ საღამოს 100.000 არ ჩამოცილებია და ამ ყინვაში და ამ თვენახევარზე მეტი პერიოდის განმავლობაში უკვე გარეთ დგას. და ასეთ მუქარაში და ძალადობის პირობებში. ამხელა წნეხის პირობებში, ხო? და ეს არის ძირითადად ის ხალხი, ვისაც ამისი შესაძლებლობა აქვს, როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური, იმიტომ რომ ეხლა მერწმუნეთ ყოველ დღე თვენახევრის განმავლობაში ასე სიარული და თან ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელებაც შეუძლებელია, ხო? თუ რაღაც ძალიან დიდი ძალისხმევა არ ჩადე ამაში. ამიტომ მე მინდა მოუწოდო ყველა მხარეს, მათ შორის ხელისუფლებასაც, რომ ძალიან კარგად დაფიქრდნენ, რა დევს სასწორზე რა. დღეს არავის არ ახსოვს არც ბუდუმდივანი, არც მამია ორახელაშვილი და არც კიდე მავანი, ვინც იქ პატარ-პატარა დაბალ-დაბალ თანამდებობებზე უცბად კომუნისტების შემოსვლის დროს 21 წელს მოხვდნენ და მრავალი ცუდი საქმე გააკეთეს, რომელიც ახლა ფართო საზოგადოებამ არ იცის, ამაზე სხვათა შორის მუშაობდა ხალხი წლების განმავლობაში და ეს ძალიან ცუდია. ეს თავის დროზე უნდა გამჟავნებულიყო, რომ ჩვენ ეს აღარ გაგვემეორებინა და ყველას ქონდა გააზრებული, რამხელა საფრთხის წინაშე შეიძლება ყოფილიყავით. თუმცა მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, არც ახლა არ არის გვიან. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ისეთი პროცესის მომსწრე გავხდით, რომ საერთოდ არ წარმოგვედგინა ხო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ თუ შეიძლებოდა ასეთი რეალობების წინ დამდგარიყავით. მაგრამ გავიარეთ, ბევრი გავიმარჯვეთ, ბევრი გამარცხებას ვნახეთ, თუმცა გავძლიერდით, ჩამოყალიბდით როგორც საზოგადოება, რომელსაც აქვს მიზანი, რაც ყველაზე მთავარია და რომელსაც ახასიათებს წარმოუდგენელი ერთობა. სრულიად უცხო ადამიანებს დღესდღეობით ქუჩაში ისეთი სითბო, ისეთი სიყვარული და ისეთი თანამდგომა აქვთ, რომ გასაოცარია. ნამდვილად. ნამდვილად და თან აი ერთდროულად გასაოცარია და ძალის და იმედის და мотиваციის მომცემია და თან ამ ყველაფრის პარალელურად ისეთი სევდა მიპყრობს ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან დასანანი და მტკივნეული არის აი ეს საზოგადოება ასეთი ტოტალური ძალადობის წინააღმდეგ და ის პერსპექტივა, რაც შესაძლებელია, რაშიც შესაძლებელია ამ საზოგადოებას მოუწიოს მერე აი თუ ეს ვერ გადავტეხეთ ჩვენ რაც შეიძლება დაემართოს ამ საზოგადოებას, თუმცა მე მაინც რაღაცნაირად საბოლოო ჯამში მაინც წარმოუდგენელი მაინც სამყაროს კანონზომიერების მჯერა და არა წარმოუდგენელი არის, იმიტომ რომ ჩვენ ამდენი წელია ვაშენებთ სახელმწიფოს. ვაშენებთ იმ საქართველოს, რომელსაც ქვია დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო იმ გეოგრაფიულ მდებარეობაში, სადაც ვართ და ვიქნებით.
რა ვიცი, ყოველთვის ვიქნებით რა და წარმოუდგენელია რომ ჩვენ ვიღაცამ გადაგვტეხოს. ვერ გადაგვტეხეს აქამდე და ვერ გადაგვტეხავენ ამის მერეც. ძალიან დასანანი არის ნამდვილად, როდესაც ვლაპარაკობთ სანქციებზე საქართველოში დღეს, აი მართლა სასაცილო შეიძლება იყოს. აი ვერ წარმოვიდგენდით, ხო? 1 წლის უკანაც კი ვერ წარმოვიდგენთ, 2 წლის უკან ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველოში ვიღაცას დაასანქცირებდა და ვინ? ჩვენი პარტნიორი, ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი დაასანქცირებდა ვიღაცას საქართველოში მოქალაქეს და მით უმეტეს პირებს, რომლებიც ასე ვთქვათ ხელისუფლებაში არიან, რომლებიც მიიტაცეს ხელისუფლება დღეს და რომლებიც მართლა დასაცინი გახდნენ უკვე რა მთელი მსოფლიოს მხრიდან. ეს არის წარმოუდგენელი. ეს არის უდიდესი რეპუტაციული ზიანი, რომელიც ჩვენ მოგვადგა არა ბიძინა ივანიშვილს და არა იმ პიროვნებებს, ვინც დღეს დასანქცირებულია და ხვალ ალბათ კიდე გაიზრდება მათი სია და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის ჩვენთვის, საქართველოს, ჩვენი სახელმწიფოსთვის არის რეპუტაციული ზიანი, რომლის გამოსწორებასაც მრავალი წელი დაჭირდება კიდე რა. აი 30 წელია ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც აღმოჩნდა თურმე რამყიფე ფეხებზე დგას, რომლის დაანგრევაც თურმე ესე ერთი ხელის მოსმით შეიძლება რა, აი სულ რაღაც 1 წელიწადში, 2 წელიწადში აბსოლუტურად სხვაგან აღმოჩნდით. ნამდვილად. და ეს გამოვიდა ისე რომ აი რაღაც 2 წლის უკან 3 წლის უკან თურმე ჩვენ აი სიცრუეში გვაცხოვრებდნენ და როგორც კი ომი დაიწყო და ვიღაცას რაღაცა პრობლემა შეექმნა უпростоრად შიშები გაუმძაფრდა აი მის მერე შეიცვალა ყველაფერი კი, რადიკალური ცვლილობა. რომელიც არ ზის ჩვენს ბუნებაში, ხო? პირიქით, შენ მეგობარს გვერდით უნდა დაუდგე ზუსტად იმ დროს, როცა მას სჭირდება, როცა ის გასაჭიროა. ეს არ ნიშნავს იმას, რასაც ახლა გვეძახიან, რომ მაინდავე წომი უნდა დაგვეწყო, ეს არა. აქ ელემენტარულ თანადგომაზე არის. სოლიდარობაზე რა თქმა უნდა. აქ ჰუმანურობაზე არის ლაპარაკი, რა ყველაფერს რო თავი დავანებოდა. ჩვენ რა გავაკეთეთ? ხალხი, რომელიც ჩვენ გვერდით იდგა წლების 10 წლეულობის განმავლობაში და 100 წლეულობის განმავლობაში ისინი რაღაცნაირად გავრიყეთ რა. და მეტიც მე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რომ თურმე ბოდიშიც კი გვაქვს მოსახდელი რუსეთის. ეს საერთოდ წარმოუდგენელი არის რა. ეს მე არ ვიცი არ მეგულება საქართველოში ადამიანის საზოგადოების არც ერთი წევრი საზოგადოების რომელიც ამას მიიღებს და ამას შეუძლებს. და არც გამოვიდა პრინციპში ამ წინასაარჩევნო კამპანია. თუმცა მოდით მაინც იზოლაციას დაუბრუნდეთ, აი მაინც ძალიან საინტერესოა რა, რამდენად შეძლებს ჩვენი დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება აი ასეთ იზოლაციაში ყოფნას დასავლეთისგან. რამდენად შესაძლებელია რომ ქართულმა ოცნებამ გააგრძელოს ფუნქციონირება. ეხლა ხალხზე რო არ ზრუნავს, ეს ძალიან კარგად ვიცით ყველამ და რო ცდილობს რომ საზოგადოებისგან გაწმინდოს ეს ტერიტორია, რომ თვითონ ისე იცხოვროს როგორც უნდა, მაგრამ მათთვის რამდენად იქნება პრობლემების შემქმნელი და რამდენად შეძლებს რომ ის თავის მილიარდები ხო ყველამ კარგად ვიცით რომ უნდა რომ კიდევ უფრო გააბევროს და უფრო მეტი მილიარდები. პრობლემები შემქმნელი იქნება პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფოსთვის და შესაბამისად მათი მოქალაქეებისთვის, ანუ ჩვენთვის. შესაბამისად სანქციები ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები აწარმოებენ დღეს არსებული ქართული ოცნების მიმართ არის დამხმარე ინსტრუმენტი ჩვენს ბრძოლაში. ეს ჩვენი ბრძოლა არის. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს აქ არავინ არ გააკეთებს სხვა. ამიტომ მივიღოთ დახმარება, ვეცადოთ რომ უფრო მეტი დახმარება წამოვიღოთ. სხვადასხვა ინსტრუმენტები არსებობს ამისთვის, მაგრამ მთავარი და გასაკეთებელი ამ ქვეყანაში გვაქვს ჩვენ. ჩვენ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც აიძულებს ქართულ ოცნებას წამოვიდეს დათმობაზე და საქართველოს განვითარება დააბრუნოს იმ ვექტორზე, სადაც ვიყავით. და ფიქრობთ რომ აი ეს წინააღმდეგობა რაც დღეს საქართველოში ხდება და რაშიც ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩართული და ამას ჩვენ ვხედავთ რომ რეალურად ამ რეჟიმს და სისტემას არყევს რაღაცნაირად ეს პროტესტი, ეს გაფიცვა, მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად ეს ყველაფერი ისე ნელა ხდება, თქვენ ახსენეთ რომ ყინვაში, სიცივეში, ესეთ რთულ პირობებში არ არის მარტივი ესე
გადაბმულად და შეუჩერებლად ამ პროტესტში ყოფნა, მით უმეტეს, როდესაც უკვე ფინანსურათაც სხვა მდგომარეობაში ვარდება ხალხი და ძნელი ხდება, რა ვიჭერენ. ახლა მაგალითად ანა ტყებუჩავა ჩოცოდეს მსახიობი მარშის დროს ყველა მიცის რომ გაიმართა ჩოცოდეს მარში, დაიბარეს სასამართლოში და 5,000 ლარიანი ჯარიმა ემუქრება. მაგალითად ეს ჯარიმებიც გაზარდეს, ანუ თვითონ ეს ფაქტი, რომ ეს პოლიციური კანონი შეცვალეს და უფრო მკაცრი გახადეს, ჩემთვის პირადად იმაზე მეტყველებს, რომ დიახ, ამ პროტესტს აქვს მნიშვნელობა და მოუწიათ, რომ რაღაცები შეეცვალოთ. ესე იგი, არის შემარყეველი, მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი ის, რასაც დღეს ქართველი ხალხი ცდილობს, რომ შიგნიდან ჩამოშალოს ეს სისტემა და მათ მეტი პრობლემა შეუქმნათ. რამდენად თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად აქვს ამას აზრი და პერსპექტივა აი ამ შეუჩერებელ და უკომპრომისო პროტესტს, რაც დღეს ხდება ქვეყანაში. ჩვენ იმდენად ძლიერები ვართ, რამდენადაც ვართ მართლები. და მე ეჭვი არ მეპარება ჩვენ სიმართლეში. იმიტომ რომ ეს ეხება ჩვენს ქვეყანას. იმ მიწაწყალს, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ, სადაც ჩვენი შვილები ცხოვრობენ, ჩვენი შვილიშვილები და მათი შვილიშვილებმა უნდა იცხოვრონ და რამოდენიმე დღეს უკან იყო თუ არ ვცდებით გუშინ ზუსტად არ ვიცი რა, მე მგონი მაჭარაშვილმა თქვა რომ თუ არ მოგწონს ეს სისტემა და თუ არ მოგწონს აქაურობაო, ადიქი და წადიო ამ ქვეყანაში. ნუ ეს მათი ოცნება, ქართული ოცნების ოცნება. ხო, ვერ ეღირსებიან. არავინაც არ აპირებს საერთოდ წასვლას ამ ქვეყნიდან. წასვლა რო გდომოდა აქამდე წავიწება. მე მგონი ზუსტად ეს იყო მათი პოლიტიკა რა. იქ ყველაზე მეტად ალბათ ვიზა ლიბერალიზაცია ამათ გაუხარდათ თავის დროზე, რომ რაც შეიძლება მეტი საქართველოს მოქალაქე წასულიყო, რაც შეიძლება მეტი საპროტესტო ასე ვთქვათ მუხტი გასულიყო ქვეყნიდან, რომ მე ემართათ ისე როგორც უნდათ რა მართვა რა და აი რასაც ვასო ამბობდა ზუსტად რა და იგივე განათლების სისტემასთან და ის უკეთესად იტყვისა, აი ეს არის მთავარი რა ზუსტად მათი ამოცანა ზუსტად ეს არის, რაც შეიძლება ნაკლები განათლებული მოქალაქე დაიტოვონ და გაზარდონ ახალი თაობა ისეთი როგორიც მათ აწყობთ და არ გამოვა ეგრე რა. ჩვენ არსაწასვლას არ ვაპირებთ. ეს იყო ჩვეულებრივი ბოლშევიკების მიდგომა. ეს მოხდა ახალი ადამიანის გამოყვანა რა. ყველა ვისაც ჰქონდა რაიმე პოტენციალი განათლება, იმისი შესაძლებლობა რომ რაღაცა გაეკეთებინა ეროვნული აბსოლუტურად მოსპეს, გაანადგურეს, მოაცილეს, გააქციეს, გადაასახლეს ქვეყნიდან და მივიღეთ ის მერე რაც მივიღეთ. ფაქტიურად 1921 წლიდან 45 წლის ჩათვლით საქართველომ დაკარგა იმდენი მამულიშვილი, რამდენიც ერთად არ დაუკარგა შაჰ-აბაზისა და თემურლენგის შემოსევებისას. ნამდვილად და მაშინ აი რადგანაც ამ თემას მივადექით, ანუ რაღაც აი ასეთი არ ვიცი მე ხა დღევანდელ ჩვენ პოლიტიკურ წყობას რა ქვია, ეს არის ავტოკრატია თუ დიქტატურა თუ რაღაც გარდამავალ ჰიბრიდია ჯერჯერობით. აი ვთქვათ, აი ამ ასეთი რეჟიმის მტერი რა არის? რისი ეშინიათ რეალურად? და რა არის ჩვენი ძალა შესაბამისად? სიფხიზლე საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების სიფხიზლე და არ გატარება არც ერთი არასწორი პოლიტიკური ნაბიჯის, რომელიც ეხა უკვე მე რამდენად გადაიდგა, ეს წეგა მე სპეციალურად ვახსენე, რომ ეს არის წინასწარ გაზრახული დაგეგმილი სცენარი რა. იმიტომ რომ არც ერთი მთავრობა, რომელსაც უნდა ხელისუფლებაში დარჩეს და გააგრძელოს სახელმწიფოს მართვა ნორმალურ ჩარჩოებში, არ გააკეთებს იმას, რაც ამასმა გააკეთეს რა. მოდი ჩამოვყალიბდეთ ამაზე, ეს არის ნათელი, ამას არ ჭირდება დიდი ანალიზი, ამას არ ჭირდება ახალი რაღაცების გამოგონება და ეს არის ყველასთვის ძალიან ისეთი კითხვის ნიშანი, რატომ მოიქცა ამ პერიოდში ქართული ოცნება, როცა პრაქტიკულად არჩევნები ასე თუ ისე ჩატარდა, ჯერ არ იყო დაწყებული ესე თქვათ მასიური გამოსვლები, რომ არა უარი და შეჩერება ევროკავშირთან თანამშრომლობისა, ხო? პრაქტიკულად ამ შედეგს არ მიიღებდა. ხო და ეს არის საინტერესო, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება და ჩემი მეგობარი ხუმრობს კიდეც, რომ ამ აქციების ორგანიზატორი არის ირაკლი კობახიძე. ის განცხადება, რაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა, ამან შეიძლება ესეც ვიგულისხმოთ. აქ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ეხლა მე რადგან ჩემი ესე ვთქვათ
წარსული განათლებაც უპირატესად და გამოცდილებაც სამსახურეობრივი პრაქტიკაში უფრო უსაფრთხოების სექტორს უკავშირდება, უფრო ამ კუთხით ვაკეთებ ხოლმე ანალიზს და ძირითადი დარტყმაც ამ სექტორზე მოდის, როცა ეროვნული ფასეულობების, ეროვნული პოლიტიკის, ესე ვთქვათ, დაკნინება ხდება და შემოდის უკვე უცხო აქტორი, ხო, პირველ რიგში ურტყავს უსაფრთხოების სექტორს და უსაფრთხოების სექტორში გამიზნულად თავდაცვას. მოდით ახლა ავიღოთ ჩვეულებრივი განვითარების სამომავლო სცენარი, გაგრძელდა აქციები, არ ქონდათ რეაქცია, როგორც ახლა მიმდინარეობს პროცესი. დამძიმდა ეს სანქციები, მივედით იმ სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური, ვთქვათ, დანაკლისის პიკამდე. კი ბატონო, ჩაიკეტა სისტემა, მიება უკვე სხვა ეკონომიკურ ვექტორებს, ვიდრე ნუ აქამდე იყო, ეხლა უკვე დაწეულია სადღაც მე მგონი 20%-მდე ევროკავშირთან ვაჭრობა 32-ზე იყო თუ არ ვცდები, სადღაც 18-19 წლებში. ასევე მე ეს თვითონ შიგნით იყოფა ამ სავაჭრო სექტორები შიგნით და აგრარული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ესენიც ძალიან საინტერესო თემებია, სხვათა შორის ამას წინათ ვეცნობოდი ისე ამათ საიტებზე, სახელმწიფო საიტებზე. და ძალიან საინტერესოა ამ სტატისტიკებით მიღებული ანალიზი. ხო, ეს გამოიწვევს იმას, რომ იტყვიან, რომ ჩვენ თუ უსაფრთხოების გარემო გამომდინარე იქიდან, რომ ნატოს და ევროკავშირს დავშიოდით და არ შეიცვალა, ანუ არ აიწია საფრთხე, მაშინ ამ ჯარის ამ ტიპის სტრუქტურის შენახვა აღარ ხდება საჭირო, ხო? ნუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ალბათ შეიცვლება, ჩაიწერება უკვე სხვა პრიორიტეტები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საფრთხე აღარ იქნება იმ მასშტაბის და იმ კუთხით, როგორც ქონდა მანამდე და რომელიც ეყრდნობოდა იმ ანალიზს, რომელიც იყო ჩატარებული სხვადასხვა სტრუქტურებში და ეს იყო ძალიან ხანგრძლივი პროცესი, მე თვითონ ვიყავი ამ პროცესის მონაწილე წლების განმავლობაში. შესაბამისად დაიდება უკვე ახალი შეიარაღებული ძალების სტრუქტურა, რომელიც უკვე იქნება გამიზნული იმ მცირე დაბალი ხარისხის საფრთხეებისთვის და შესაბამისად აღარ იქნება საჭირო იმხელა ბიუჯეტი. ასე იქნება ყველა სამინისტროში, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რეალურად მუშაობდით გაფართოებაზე, ხო? ჩვენ რეალურად მუშაობდით, რომ მივმოდით ჩვენი ეკონომიკით, უსაფრთხოებით, ენერგეტიკით და ყველა მიმართულებით აბსოლუტურად იმ მსხვილ მილებს, რომელიც ევროკავშირს აქვს და გააჩნია დღესაც, ხო? სწორედ ამას ითვალისწინებდა ეს ასოცირების პროცესი და შემდგომი ეკონომიკური, ესე ვთქვათ, თავსებადობის პროცესები, რომლებიც უნდა დაწყებულიყო და გაჩერდა ახლა ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ახლა ჩვენ აი სულ ელემენტარული მაგალითი რო ავიღოთ, ავტომობილების რეექსპორტი არის პირველ ადგილზე დღესაც საქართველოში რა. ნუ ბიუჯეტს ავსებს ავტომობილების რეექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მეორე ადგილზე არის პროცენტულად. ეს ხო გაჩერდება. რა თქმა უნდა. ხო ყველა ვარიანტში გაჩერდება. მეორე ადგილზე რო აქ რამდენი ხალხია ჩართული, ეს ხო კომპანიები არ არის მარტო აქ საცალო სავაჭრო პატარ-პატარა ესეთი. უამრავი ადამიანის ბიზნესია და შემოსავლის წყაროც. ამაზეა საუბარი. ასია ყველა მიმართულებით აბსოლუტურად, იმიტომ რომ ესე მოკლე დროში ვერ მოხდება ესე რუსეთზე და ჩინეთზე და ირანზე თუ გნებავს მიბმა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან რთული პროცესი, ხო? ჩვენ გვახსოვს, რომ ელემენტარულად როცა ენერგომატარებლების პრობლემა შეიქმნა და რუსეთმა 2006 წელს ააფეთქა ეს გაზის მილი, პრაქტიკულად აზერბაიჯანს რო არ ეშველა და ეს იყო სუფთა მეგობრული ჟესტი, მოდი შევთანხმდეთ, იმიტომ რომ ამას ანალოგიც არა აქვს, მე მგონი არც ერთ ქვეყანაში. თავისი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, ქარხნები და მათ შორის პურის ქარხნები გააჩერა და გამოგვიგზავნა ის გაზი, რაც გვჭირდებოდა და ხალხი გათბა აქა და არ დავიყინეთ 2006 წელს. ეს არ ახსოვს არავის, ამიტომ ეხა ჩვენ რო ვიგულისხმოთ ეს მარტივად მოხდება, შეუძლებელია, ეს იციან ხელისუფლება. ანუ თქვენ გულისხმობთ უარეს სცენარშიც კი, რომ აი უარესი არა, ეს არის ყველაზე ისეთი სცენარი, ჩვეულებრივი. შეგვიძლია დავამძიმოთ კიდევ უფრო, მე სპეციალურად არ მინდა რომ რაღაცა ისეთი რადიკალური ვიყო რა. ეს არის ჩვეულებრივი პროცესები, რომელსაც ჩვენ ახლა ყოველ დღე ვერ ვიგრძნობთ, იმიტომ რომ ეს დროში გაწერილი პროცესია, ხო? შვენიერ დღეს არ მოხდება. მაგრამ მე გეტყვით, რომ თუ ესე გაგრძელდა 3 წელიწადში ჩვენ თუ კიდე შევხვდებით გადაცემის ფორმატში იქნება ეს თუ ქუჩაში თუ სადმე, აი შეგვიძლია გავახსენოთ ერთმანეთს, რა მდგომარეობაში ვიქნებით ამასთან შედარებით. ვერ წუნეთ, რომ არც ირანში არ ეგონათ თუ ამ დღეში აღმოჩნდებოდნენ, ეხლა დღეშიც არიან და არც ჩრდილო კორეაში. ნუ ეს არ მოუდგენელი სცენარი. არა, როცა რეჟიმი უჭერს, ხო? ამ რეჟიმს ანუ არ უნდა მიცე კიდე უფრო მეტად მოჭერის საშუალება.
უნდა ყოველთვის ეცადო, რომ იმ ხელა ლავირების საშუალება დაიტოვოს საზოგადოებამ, რომ რაღაცა კუთხეებში იმას შეეძლოს დამალვა, გარიდება, მერე ისევ შეტევა და ასე შემდეგ. მე არ ვლაპარაკობ აქ რადიკალურ სცენარებზე, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია პირიქით ყველანაირად, ყველა დონეზე ვეწინააღმდეგები. მე მაქვს ჯანსაღ სამოქალაქო პროტესტზე საუბარი, რომელსაც აქვს მრავალი ფორმა, მათ შორის ზეთები, რომელიც ჯერ ჩვენ არ გამოგვიცდია. და არსებობს კიდევ ბევრი ინსტრუმენტი, რომელიც წინ არის და შესაძლებელია აბსოლუტურად მშვიდობიანი, კანონიერი საშუალებები, სადაც ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენ აზრს და გავიტანთ ამ აზრს ბოლომდე. ამას ჭირდება კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ამას ჭირდება ერთობა. ერის ერთობა ჭირდება, ჩვენი ერთობა, საზოგადოების ერთობა დავინახეთ ყველამ რა და აგერ ჩანს ხელის გულზე არის. ყველა დიდ ქალაქში, ყველა პატარა ქალაქში, აგერ რუსთაველზე, ცენტრალურ მოედანზე, ხო, პროსპექტზე, საქართველოსი, ჩვენი ქვეყნის. ამას ჭირდება ასევე ერთობა საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს შორისაც რა. ამას ჭირდება ასევე ახალი პოლიტიკური ძალების და პოლიტიკური სახეებიც რა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანი საზოგადოების ნაწილი ვართ და ნუ შეიძლება ითქვას რომ ეს ერთი და იგივე სახეებიც უკვე ამდენი წელია, ხო? ახალგაზრდა თაობა წამოვიდა. არის ეს, ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ აი თვითონ ეს რომ თქვათ, ყველა ვიაზრებთ თან ამას სინამდვილეში, რომ კი ეს პროტესტი და წინააღმდეგობა არის პოლიტიკური პროცესი, თუმცა პოლიტიკოსების გარეშე ეს ვერ მოხდება, მაგრამ დღეს რაღაცნაირად ესე ვითარდება, რომ რაღაცნაირად მაინც უფრო ხალხი დგას ამ პროტესტის სათავეში. მაგრამ ჩამოყალიბების პროცესში ვართ რა. ხალხი დგას ამ ხალხიდან, ამ წიაღიდან წარმოიქმნებიან ადამიანები, რომლებიც აი ესე გადაწყვეტენ, რომ რაღაცა ახალი პოლიტიკური ძალა გააკეთონ, ერთმანეთს შეუერთდნენ, რაღაცა პოზიციონირება სხვანაირად, იმიტომ მე მესმის. პოლიტიკოსობა არ არის. ჩვენ ალბათ უფრო მეტად გონია, რომ იცი რა, აი პოლიტიკოსია და რაღაც ესეთი სტერეოტიპიც არის ჩამოყალიბებული, რომ ის არაფრის გამკეთებელი არ არის, მხოლოდ ხო რა, ფული უნდა გააკეთოს და მორჩა და გათავდა რა. და ესეც დაგვასწავლეს ალბათ განგებდა. კი, და რაღაც ეს სტერეოტიპი არსებობს რა, მაგრამ ეს ახალგაზრდობაც მაგიტომაც უფრთხის და არ მიდის პოლიტიკაში. თუმცა დავინახეთ აი ამ ორი თვის განმავლობაში დავინახეთ ახალგაზრდები, რომლებიც გულანთებულები მხოლოდ და მხოლოდ იმის იმედად არიან, რომ საქართველოში რაღაცა გამოსწორდება. და სხვა თუ არა ისინი მაინც გააკეთებენ ამას და მიაღწევენ აუცილებლად. ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ უკვე ასაკიანი ხალხი ვართ, მე პირადად და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმ ახალგაზრდებს გვერდში დაუდგე, ზურგს უკან დაუდგე და გაუმაგრო ზურგი რა. რაც კი შემეძლება, იმას გავაკეთებ. მაგრამ ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ აქ, საქართველოში. აქ უნდა კონდეთ მათ განვითარების საშუალება. აქ უნდა მიეცეთ მათ ცხოვრების საშუალება რა. და აქ უნდა ჩამოაყალიბონ ის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვინდა. სადაც ახლა ემიგრაციაში არიან წასული უამრავი ჩვენი თანამოქალაქე რა. აქ არის გასაკეთებელი ეს ყველაფერი რა. და ქართული ოცნება თუ რუსული კოშმარი, თუ რა ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით, ამაში ყველაფერში ხელს გვიშლის. შესაბამისად ისინი უნდა წავიდნენ რა, მორჩა და ჩვენ ვრჩებით ოლიგარქი მიდის, ჩვენ ვრჩებით ნამდვილად. აუცილებლად. თუმცა მაინც არ ვიცი, ალბათ ჩვენმა მაყურებელმაც კარგად და მეც ძალიან მაინტერესებს, ანუ ის ეკონომიკური კრიზისი, რაც შეიძლება რომ გამოიწვიოს და უკვე ვხედავთ ამას და ბიზნესებიც ძალიან ბევრს საუბრობენ და მე პირადად არ მახსოვს ეგეთი პრეცედენტი, რომ ამდენ ბიზნესს ასე ღიად დაეფიქსირებინა თავიანთი პოლიტიკური პოზიცია. ეს ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ მართლაც რაღაც კატასტროფა ეკონომიკურ კრიზისამდე მივდივართ და ერთ ჩემი მეგობარი მიხსნიდა კიდეც რომ შენ რო ხელფასი აღარ გექნება და ვეღარ შემოხვალ მაღაზიაში და ჩემი გაყიდვები რო შემცირდება და მე პროდუქტი არ შემოვა და აი ეს რაღაცნაირი ჯაჭვი იქმნება. ანუ რა კიდევ ერთხელ რო კარგად ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს რა საფრთხეები არის, რა დონის ეკონომიკურ კრიზისამდე მივდივართ და ეხლა ჯერ კიდევ თუ გვაქვს რამე შესაძლებლობა რომ აი რაღაც უკან მიბრუნების წერტილზე თუ ვართ ჯერ კიდევ ეგეც საინტერესოა.
საინტერესოა. მოდით ორ ძირითად მაგალითს მოვიყვან, რაც არის მახასიათებელი და ნებისმიერი ეკონომისტი დამეთანხმება ამაში. პირველი ეს არის, რომ ძალიან მალე უკვე ხდება და ძალიან მალე მოხდება ნებისმიერი ეკონომიკური აქტივის გაუფასურება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც შესაბამისად იქნება პირველი ძალიან დიდი დარტყმა ინვესტიციებისთვის. მეორე ეს დაარტყავს სერვისი გულისხმება ძალიან ბევრი მომსახურება, ხომ? ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სფერო საქართველოში არის ტურიზმი. ბევრს უხარია ეხა რუსები ჩამოდიან, ირანელები ჩამოდიან და ევროპელები იმდენი აღარ ჩამოდიან, მაგრამ აიო ამითი დაბალანსდა რაღაცნაირად, რომ მაგრამ ნაკლები ფულის მხარჯველ ჯგუფად ითვლება მაინც ეს რა თქმა უნდა ეს ერთი, თუმცა რაოდენობით შეიძლება რაღაცნაირად დაბალანსდეს, მაგრამ აქ თავარი და ძალიან მნიშვნელოვანი მეორე რამეა. ის ირანელი და რუსი იმიტომ მოდის, რომ დღეს საქართველო არის ასოცირებული ევროპასთან და ევროპა ის რომ ჩამოდის აქ და თბილისი მოლში რომ ჩავა, ის ირანელი გონია რომ არის სადღაც ევროპულ ქვეყანაში. ხოდა ხა არხანგელსკ და ტომსკს თუ დაემსგავსება, არც ტომსკელი აქ აღარ ჩამოვა იქაც აქ და აღარც ირანელი ჩვენივრად თეირანშიც დაისვენებს ასადმე. ხო? ანუ ესეც იქნება ყველა ვარიანტი. და სწორედ ერთ-ერთი სერიოზული იარაღი ჩვენი ეს არის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ჩვეულებრივ ადამიანებს, ვინც ახლა აუცილებელი ხო არ არის ყველა ეკონომიკაში ერკვეოდეს და პოლიტიკაში. გავაგებინოთ, რომ ეს საფრთხეები არის რეალური და ეს საფრთხეები აგერ კარზე კი არ არის მომდგარი, უკვე ოთახშია შემოსული ჩვენთან, აგერ გვერდზეა და ძალიან მალე უკვე შეგვეხება, ფიზიკურად შეგვეხება და აქედან გამომდინარე ყველას მოუწოდებ, რომ ძალიან კარგად დაფიქრდნენ. მე ხა ყოველდღიურად როგორც ყველა ჩვეულებრივ ქართველ ადამიანს მიწევს ხომ ურთიერთობა მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამოქალაქეებთან. ძალიან ხშირად ქართველები აი ესე ცხელგულზე რაღაცა 2-3 ამბის ინფორმაციით გავაკეთებთ ხოლმე დასკვნას და შეგვიძლია მე აი სრულფასოვანი ჩვენი აზრით კამათი და არგუმენტირება რა რაღაც სხვა ამოკრეფილი პატარ-პატარა არგუმენტებით და ფაქტებით. ეს ხო ესე არ არის მეგობრებო, ხო ამას სერიოზული დაფიქრება ჭირდება, ეს არ არის 2 და 3 წლის ამბავი და მორიგი პოლიტიკური ინფორმაციის ამ პარტიის შეცვლის პროცესი. აქ წყდება ქვეყნის ბედი. დღესდღეობით ეხა ჩვენ ვართ გზაგასაყარზე. სამწუხაროდ ისე მოგვიწია ამხელა ბრძოლის და ამხელა ქარტეხილების შემდგომ ისევ იმ გზაგასაყარზე დადგომა, რომელზეც ვიდექით რამოდენიმეჯერ 91 წლის შემდგომ, ხო? ამიტომ ყველას გვმართებს ძალიან დიდი დაფიქრება. ემოციამ არასდროს არ უნდა გადააჭარბოს ცივი გონებით მყარ ფაქტებზე დაფუძლებულ ანალიზს. აი ამას ძალიან გულით ვიძახი, იმიტომ რომ ხშირად მომდის უახლოეს ადამიანებთან კამათი და მე ძალიან ჭირს, როცა ადამიანი შენ წინააღმდეგ აგრესიულად არის განწყობილი უკვე იმისი დაწყნარება ჯერ და მე უკვე მის აზროვნებაში გარდატეხის მოხდენა, რომ ის ინფორმაცია, რასაც ის ეყრდნობოდა და რის გამოც მომიძულა იმ მომენტში თუნდაც, ხო, არაფერს არ ეფუძნება. ტყუილია. ხო, რაღაც მგონია რომ შიშები არის ალბათ ეგ ერთგვარი. კი ბატონო. რაღაც ინფორმაციის შემოშვება. მე ძალიან მნიშვნელოვანია ასევე შიშების პრიორიტიზირება, ესე ვთქვათ. როგორ შეიძლება ადამიანს ეშინოდეს უფრო ძაღლის კბენის, ვიდრე მეოთხე სართულიდან გადმოვარდნის, ხო? არაპროპორციული შიშებია. შეიძლება ხო, ალბათ ეს არის გასააზრებელი, აი ეს ხო ნამდვილად, რომ რა პერსპექტივა, აი რა გველოდება წინ. აი ზუსტად ამაზე მუშაობ დღესდღეობით ჯგუფი ფარი. ჩვენ ვართ ყოფილი თანამშრომლები, ყოფილი სპეციალისტები, ძირითადად უსაფრთხოების სექტორიდან, თავდაცვიდან, სხვადასხვა მიმართულებებიდან. ეხლა რო წარმადგინებ და ექსპერტიო, ცოტა კიდევაც შემცხო, მაგრამ მე არა, იმიტომ რომ ბოლო 22 წელიწადი ფაქტიურად მე ვსწავლობდი და პრაქტიკაში ვახორციელებდი სხვადასხვა აი ამ პროცესებს და შესაბამისად ის ცოდნა, რაც არა მარტო მე კახას ჩემზე დიდი გამოცდილება აქვს და ჩვენთან არიან კიდე ხალხი წარმოდგენილი ბატონი გიორგი თავდგირიძე, ვასილ გოგოლაძე და ასე შემდეგ, ვისაც აქვს იფრხელა ცოდნა და გამოცდილება ამ კუთხით, რომ მათ შეუძლიათ აკადემიურ ენაზე ყველანაირი კითხვებისა და ყველანაირი, ესე ვთქვათ, მოხვების გარეშე ესეთი
ტიპის კვანძები, რომელიც ახსნას და გახსნას საჭიროებს საზოგადოებისთვის, აი ესე თქვენი და სხვადასხვა ეთერების მეშვეობით და მე მინდა მოუწოდო სხვა ტელევიზიებსაც, რომ მოგვიწვიონ და უფრო მეტად მოხდეს საშუალება, რომ ხალხს ესე ვთქვათ, მივაწოდოთ ინფორმაცია აი ამ მიმდინარე პროცესების შესახებ, იმ საფრთხების შესახებ, რაც ჩვენ გვემუქრება უახლოეს მომავალში, თუ ეს სიტუაცია და ეს პროცესები გაგრძელდება ისე უულად თუ არ შევაჩერეთ ნამდვილად. აი სამწუხაროდ ჩვენი დრო დასასრულს უახლოვდება, აი რაღაცნაირად რომ შევაჯამოთ, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ და აი რაღაც საბოლოოდ უთხრეთ, რაზეც თქვენ მუშაობთ, ჩვენს მაყურებელს უთხრეთ ის, რაც თქვენთვის პირადად დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მაყურებელმა მოისმინოს თქვენგან ყველაზე უფრო მთავარი რა არის თქვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ როგორმე აქ ეს ნასკვი გაიხსნას, ასე ვთქვათ რა. და კრიზისი, რომელიც დადგა საქართველოში, ეს კრიზისი არის პოლიტიკური და ეს კრიზისი პოლიტიკურადვე უნდა გადაწყდეს. შესაბამისად ჩვენ ბევრჯერ უკვე გაცვეთილი ფრაზა არის, შეიძლება ასე ითქვას, რომ ეს სპრინტი არ არის, ეს მარათონი არის და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ რა. მე მინდა რომ საზოგადოებაც იცოდეს, რომ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ჩვენ მზად ვართ. ეს ხალხი ყოველდღე ზუსტად მაგას ამტკიცებს, რომ მზად არის. საქართველოს მოქალაქეები არიან მზად, რომ ამ მარათონში მიიღონ მონაწილეობა და საქართველო გაიყვანონ და გაიტანონ იმ გზაზე და იმ რელსებზე დააყენონ, რომელ რელსებზედაც ვიყავით და ესე მოვკიდეს ხელი და ჩამოხსნეს უცებ რა. თან ისე ჩამოხსნეს, რომ აი არც კი იღებენ არანაირ არგუმენტს, საწინააღმდეგო აზრს, უბრალოდ აი ესე გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ არასწორები და ისინი არიან მართლები. ესე მინდა და მორჩა. ხო, მორჩა. აი ეს შავი არის თეთრი, თეთრი არის შავი და არანაირ არგუმენტს არ იღებენ და რა ვიცი, ალბათ ერთადერთი რაც დაგვრჩენია, აი ესე ჯიუტად, აი ამ მარათონში უნდა ჩავებათ და ბოლომდე გავიყვანოთ. რაც დაგვრჩერდება. სხვა გზა ჩვენ არ აქვს. და რაღაცნაირად უნდა გადაიზარდოს პოლიტიკურ პროცესში, მე ვგულისხმობ პოლიტიკოსებიც უნდა რაღაცნაირად ჩაერთონ და იმედია იმდენად ბუნებრივია მთლიანად ეს წინააღმდეგობა, რომ იყოს რაღაცა სინერგია უნდა იყოს რა პოლიტიკოსებისაც და ასევე საზოგადოების იმ ჯგუფების, რომლებიც პირველ პლანზე არიან წამოწეულები. აი რაც გამოჩნდა ახლა და წამოვიდა, ხო, ახალი ჯგუფები წამოვიდა. მათ შორის ჩვენი ჯგუფიც ახლა ახალია. ჩვენ რაღაცა ვიწრო ისეთი ასე ვთქვათ პროფილური ეს ხაზი გქონდა, მაგრამ დღეს გამოჩნდა, რომ ეს მარტო ვიწრო პროფილური აღარ არის. მარტო უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე აღარ არის ლაპარაკი. თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე რო ვილაპარაკოთ, შესაბამისი გარემო უნდა იყოს. ეხლა არავის არ ცალია თავდაცვისთვის და უსაფრთხოებისთვის. ეხლა მთავარია, რომ ჩვენ საქართველოს გადავარჩინოთ, სახელმწიფოებრიობა გადავარჩინოთ, შევინარჩუნოთ და მერე ვილაპარაკოთ თავდაცვაზეც, უსაფრთხოებაზეც, ეკონომიკაზეც, სწავლაზეც, განათლებაზეც, მედიცინაზე და ასე შემდეგ. ეს არის უმთავრესი ამოცანა და პრიორიტეტი ახლა ჩვენთვის რა. ნამდვილად მე გვენ თქვენც გინდოდათ რა. კი, ერთს დავამატებდი უბრალოდ, რომ იმისთვის, რომ ჩვენ ეს პროცესები კარგი გაგებით უფრო დავაჩქაროთ და უფრო მალე მივიღოთ ახალი სახეები პოლიტიკაში, შესაბამისად ხელი უნდა შეუწყოთ, რომ ესეთი სუფთა წარსულის კარგი გამოცდილების ახალგაზრდა ადამიანები წინ წამოვწიოთ და ასე ვთქვათ მივცეთ საშუალება, რომ გამოჩნდნენ. ამისთვის ერთი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოების, ეს შიდა უსაფრთხოების გარემოს დაბალანსება, მე ადრეც აღვნიშნე სხვა ეთერში და მეორე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან მიმღებლობის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ როგორც კახამ აღნიშნა, წლების განმავლობაში ეს საბჭოთა მენტალური მონაშთია, მე ვფიქრობ, მიღებული იყო წარმოდგენილი ტიპაჟების მიღება პოლიტიკურ ფიგურებად, რომლებსაც თვითონ კი არ აყალიბებდა გარემო თავისი საქმიანობებიდან გამომდინარე ამ პოლიტიკური ბატალიების განმავლობაში, არამედ პარტიული ნომენკლატურა მოიყვანდა და დასვავდა. ესე არ არის, ესე ნორმალურ ქვეყნებში არ მუშაობს, არსად არ მუშაობს. მე მგონი აქაც აღარ არის. აქაც არ მუშაობს და იმიტომ მივიღეთ ეს რაც მივიღეთ, ეს სიტუაცია. შესაბამისად საზოგადოებას ქართველებო მინდა მოგმართოთ, რომ
გაგებით მოეკიდეთ ახლა ყველა ვერ დაილაპარაკებს აბდაიგზე და ნიჩეზე ერთნაირად, მაგრამ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ თემებზე, რომლებიც ყველას გვაღელვებს. ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის შვილები და შესაბამისად ერთმანეთს და ერთმანეთის სხვადასხვა მისწრაფებებს გაგებით უნდა მოვეკიდოთ. აი ეს იყო სულ რაც მინდოდა მეთქვა ახალი პოლიტიკური ჯგუფების შესახებ. თუმცა მე შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით კიდე ცალკე აუცილებლად, იმიტომ რომ რეალურად დღეს აი აქციაზეც რო ვარ ისეთ სამეგობრო წრეებში თუ სოციალურ ქსელებშიც ფაქტია, რომ აი რაღაცნაირად თითქოს ახალი პოლიტიკური სახეების წყურვილი უკვე არის ხალხში და ამაზე ძალიან ბევრი საუბარი. ხერხული მე ხა ამ პერიოდში არ მინდოდა უბრალოდ ამაზე საუბარი. სხვანაირად შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ მაინც გაკვირით ვიტყვი, რომ ამას პირველ რიგში ეხა ამ ეტაპზე ხელს უშლის ძველი პოლიტიკური ფარდა. იმიტომ რომ მერწმუნეთ, როცა არის ის ჭრდილი, რომელშიც არავის არ უნდა რომ გაჩერდეს, ხო, ყოველთვის ერიდება ხალხი ამ ჭრდილთან ახლოს ყოფნას და შესაბამისად, რა ვიცი, ამ ჭრდილსაც მოუწოდებ, რომ ცოტა გაიძიონ ახალგაზრდებს. თუმცა მე მგონია, რომ მაინც კი, აბსოლუტურად გეთანხმებით ახალგაზრდებს და მართლა ისეთი ახალი გონიერი, ჭკვიანი და კეთილსინდისიერი ხალხი გამოჩნდა მთელ ამ პროცესში, რომ ნამდვილად უნდა გაეხსნათ მათ გზა ფართო აუცილებლად და მათ იმედი ნამდვილად გვაქვს და მე მგონია რომ თლიანი ეს პროცესი ისაც ხედავთ რომ რაღაცეებს თავისთავად აჩენს და იმედი მოკლედ და მესამესაც დავამატებ მაშინ ძალიან მოკლედ თორე საერთაშორისო აქტორების ჩართულობა საერთაშორისო წარმომადგენლობები დიპლომატიური წარმომადგენლობები ის ოფისები რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ მუშაობენ და არსებობენ უნდა გადაეწყონ სხვა ესე ვთქვათ მიდგომაზე და უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ ამ ახალ პოლიტიკურ ძალებს და არ ქონდეთ მარტო ურთიერთობა და არ ქონდეთ არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან რა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, გეთანხმებით ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით, მართლა მე ჩემი აზრით ძალიან საინტერესო საუბარი შედგა და იმედია ჩვენი მაყურებლისთვისაც საინტერესო იყო და მშვიდობები ჩვენ სტუმრებს და გავალ რამდენიმე წუთიან სარეკლამო ჭრაზე. ჩვენგან აუცილებლად დაპატიმრებულ თავისუფლებისათვის მებრძოლ ახალგაზრდებს ისინი აუცილებლად იქნებიან ჩვენ გვერდ რაც შეიძლება მალე. აუცილებლად მეც დარწმუნებული ვარ ამაში და მშვიდობები ჩვენ სტუმრებს მაყურებელს კი ვეთქვი რომ რამდენიმე წუთიანი სარეკლამო ჭრის შემდეგ დაგიბრუნდებით ასევე ძალიან საინტერესო სტუმრით და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემით ასე რომ დაგველოდოთ. დავბრუნდით როგორც შეგპერდით და მეორე გადაცემის მეორე ბლოგში ვისაუბრებთ გიორგი ახობაძეზე, ჩვენს ერთ-ერთ სინდისის პატიმარზე, რომელიც მე არ მოვიკითხე როგორც ჩემი მეგობარი, თუმცა მე გიორგისთან არაერთხელ მომიწია შეხვედრა აქციების დროს, აქციაზე, დარბევების დროს და ჩემთვის ის არანაკლებ ძვირფასი ადამიანი არის ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც გაუთავებლად ყოველთვის ყველაზე ზრუნავდა, აი არსაიდან აღმოცენდებოდა ხოლმე და ყოველთვის ყველას გვეხმარებოდა, კარგ ზუსტ რჩევებს გვაძლევდა, გვეუბნებოდა რომ აი როცა მოვხსნებდნენ და გავრბოდით, საიდან შეგვეძლო უფრო ესე მარტივად გამძვრალიყავით და თან მის რჩევები ყოველთვის ძალიან ზუსტი და მნიშვნელოვანი და კარგი იყო და ეს იყო ადამიანი ჩემთვის პირადად, რომელიც თან რამდენჯერმე ასე აქციაზე ყოფილა შემთხვევა, რომ გაქცეულა, იმიტომ რომ თავის ავადმყოფ დედას უვლიდა და გავარდებოდა ხოლმე, იმიტომ რომ დედას უნდა დახმარებოდა და მე ბრუნდებოდა ისევ აქციაზე. მოკლედ, ჩემთვის ეს იყო ადამიანი, რომელთანაც მე ასე გარეთ ცხოვრებაში შეხება პირადად არასოდეს მქონია, თუმცა ის იყო დამცველი, აქციაზე მდგომი ხალხისთვის და ყველასთვის იყო იმედი, იმიტომ რომ გიორგის იქ რო ვხედავდით, ვიცოდით, რომ არის ადამიანი, რომელიც აუცილებლად დაგვეხმარება. ხო და დღეს ვისაუბრებთ გიორგიზე, იმიტომ რომ მე წინა ეთერში ვახსენე, სამწუხაროდ მას დაეღუპა დედა, რომელსაც თვითონ უვლიდა. დღეს იყო დასაფლავება და საბედნიეროდ თუ ხვალ არის დასაფლავება, საბედნიეროდ გიორგის მიცეს შესაძლებლობა, რომ მისულიყო ოჯახში და გამომშვიდობებოდა ბოლო გზაზე გაეცილებინა დედა და სწორედ გიორგიზე ვისაუბრებ დღეს და დღეს სტუმრად გვყავს გიგა თუთბერიძე, თიმის და ჯოენის ექიმი, ანესთეზიოლოგი, პერფუზიოლოგი. მოგესალმებით გიგა, მადლობა რომ მოხვედით. გიორგიც არის ექიმი და თქვენ ხართ დიდი ხნის მეგობრები და ხო არ ვიცი ძალიან მტკივნეული არის ჯერ ერთი თვითონ ადამიანი, როგორი ადამიანიც ახლა ჩემთვის გიორგი არის, თქვენ კიდევ უფრო კარგად მოგვიყვებით და ის რაც
მას დაემართა და რაც ემუქრება თვითონ როგორც დაიჭირეს და რა მუხლიც არის წაყენებული მის წინააღმდეგ, ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი რამ და რა სასჯელიც ემუქრება მას ძალიან ტკივნეულია იმ ხალხისთვის, ვინც გიორგი აქციაზე გავიცანით და წარმომიდგენია თქვენთვის. თქვენ კიდევ უფრო კარგად გეცოდინებთ, ხა გასაგებია ადვოკატი არ ხართ და საქმის დეტალებზე და მასალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს გიორგის ამბავი, აი დაკავების ამბავი და რა მუხლი და რა სასჯელი ემუქრება აქედან რომ დავიწყოთ. გამარჯობათ. მადლობა რომ მომეცა საშუალება გიორგიზე საუბრის და გავაცნო მაყურებელს ვინ არის ეს კაცი, საიდან მოდის და რას წარმოადგენს. გიორგის უნდა იცნობდე, რომ მასზე ესე უნიკალური ადამიანია პიროვნულად და სხვა შორის ექიმებს აქვთ ეს ყოველთვის სულთან დააქვთ ეს გულით და ეს მათი მოწოდება, რომ ბავშვობიდან რაღაც ექიმი გინდა რომ გამოხვიდე, გამომდინარეობს იქიდან, რომ ყოველთვის შინაგანად რაღაც მისწრაფება გაქვს, რომ რაღაცას დაეხმარო და გადაარჩინო და ამ კაცში ეს თვისება არის იმდენად აყვანილი, რომ ყველა კოლეგა ამას ჩვეულებრივად ისე იღებს, რომ მასში არის ზუსტად ეს კონცენტრირებულად ყველაზე მეტად ეს თვისება. და ეს ჩვენ მეგობრები ექიმები ყველანი აღნიშნავთ ამას, რომ ეს ამას განსაკუთრებულად აქვს ეს თვისება. შესაბამისად მის მთელი ცხოვრების განმავლობაში ეს თანსდევს მას და ეს არის მისი მედროშე ეს თვისება ამისთვის. შესაბამისად მისი ეს პიროვნული ეს თვისებები ამაზეა დაფუძნებული და ამით ცხოვრობს და ესეთი კაცია გიორგი. მოყოლებული ბავშვობიდან ახლა მისი გონებრივი შესაძლებლობები მართლა რაღაც მაღალი IQ-ს და შესაბამისი იყო და მისი კარიერაც ესე ძალიან სწრაფად და კარგად განვითარდა, აითვისა მედიცინა. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ჯოენის კლინიკაში და ექთნები ვიყავით თავიდან ბავშვობაში. შესაბამისად მე კი დიდი ვარ მასზე 8 წლით, მაგრამ მე დავხვდი იქ და ასე თუ ისე გავაცანი. ჯოენის კლინიკაც ისეთი თემა არის სამედიცინო სამყაროში, ყველა მიცის, რომ ექიმები სამჭედლო იყო თავის დროზე და დასავლური და ამერიკული მედიცინა, რომელიც სწორი და ზუსტი მედიცინა არის და ზუსტ ფაქტებზე დამყარებული არის და აქედან გამომდინარე არის ლიდერი მსოფლიოში. აი ამ სივრცეში გავგზარდეს ჩვენმა მასწავლებლებმა, უფროსმა კოლეგებმა, რომლებიც დღეს მედიცინის მეტრები არიან და ჯოენისთან წამოსულები არიან ყველანი. შესაბამისად ამ კლინიკამ დადო რაღაც გარკვეული თამასა და მედიცინა გასწორდა ამ კლინიკის მუშაობის სტილზე, რომელიც დაკოპირებული იყო და აღებული იყო წამყვანი ამერიკული მედიცინისგან. შესაბამისად ეს განვითარება ჩვენ ფაქტობრივად გაგვიმართლა, რომ ამ სივრცეში მოვხვდით. და გიორგის ეს მაღალი პროფესიონალიზმი სწორედ ამის დამსახურება არის. და მის ცხოვრება სავსე არის ამ პროფესიული გამოვლენების და წარმატებების და ეს იყო საწინდარი ყველაფერი, რომ აქ მივიღეთ ეს დიდი ცოდნა. და შესაბამისად, როცა ამას ყველაფერს ალღოს აუღებ და გიორგისნაირი სხარტიტვინის და ენერგიული ჰიპერენერგიული ბევრი ამბობს, რომ მისი ემოციურობა ეს მინუსი არის, მე ვთვლი, რომ პირიქით
ჩემი გადმოსახედიდან დიდი პლუსი არის ეს, შეიძლება მეც მაგ კატეგორიას მივეკუთვნები და ეგ ხშირად არ გვიწყობს ხელს ესეთ ემოციურ ხელს ცხოვრებაში და პირიქით შეიძლება რაღაც ნაკლად ჩაითვალოს, მაგრამ რაღაცა ჩვენ ის კატეგორია ვართ, რომელიც ამის გარეშე ის არ ვიქნებით, რაც ვართ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. შესაბამისად როგორ მოხდა გიორგის დაკავება? ეს თუ რაღაც სახლში მიაკითხეს მე მგონი თუ აქციაზე დააკავეს თუ მე როგორც ვარ ინფორმირებული, სახლში ბრუნდებოდა აქციიდან 8 დეკემბერი იყო, ზუსტად დაკავებამდე 2 საათით ადრე გადავეყარე აქციაზე, იმიტომ რომ მე ჩემ შვილთან ერთად მორიგეობდი, როგორც ექიმები, ფედერალისტებმა დააორგანიზეს ეს პატარა ჯგუფები შევქმენით და დავიყავით სექტორებად, იმიტომ რომ შეიქმნა ეგ საჭიროება და აუცილებლობა იმისი, რომ სასწრაფოები რახან სტატიურად იყვნენ, ჩვენ ხალხს დახმარებოდეთ, რომ ლოკალურად გვემოძრავა სხვადასხვა პერიმეტრზე და ეს გამოცდილება ჩვენ ქართულ ხალხს ახლა ეს აქციები და მიტინგებში გავიზარდეთ 30 წელია და ამდენი ხალხი და ესეთი მასიური და ესეთი უწყვეტი პირველად ხედავს ჩვენი ქვეყანა ესეთ ხანგრძლივ და დიდ მასიურ პროტესტს. შესაბამისად შეიქმნა აუცილებლობა ამისი. რომ ეს სერვისი გაგვეწია ჩვენივე მოსახლეობისთვის. იმიტომ რომ სასწრაფოდ დიდ საქმეს აკეთებს მართალია, მაგრამ აი ესეთ მობილურ რაღაცა და ხართ ჯგუფები კი ძალიან საჭიროა სასწრაფომდე ხშირად როცა ძალიან ბევრი ხალხი იყო და არიდგა ბევრი ეკიპაჟი სასწრაფო მე პირადად ვარ მომსწრე რაღაც შემთხვევებისა, როდესაც უბრალოდ არ ყოფნიდათ სივრცე და ხელები სასწრაფოს ექიმებს და ძალიან დიდ მასას როცა არბევდნენ, ძალიან რთული იყო ადამიანის სასწრაფომდე მიყვანა. ზუსტად და აი ეგ მახსოვს გაიდლაინები არსებობს. თქვენს შეიძლება გადაკრივართ, მაგრამ ეგ სურათები მახსოვს ხან გიორგი და მინახავს, ხან ვინ რომ ადამიანები როგორ უცბად აი ეს რაღაცა დაორგანიზებული დაწერილი, როგორ იქცევა მეტპერსონალი ესეთი დარბევების დროს. არსებობს ჭკვიანი ხალხია, დასავლელი ხალხი და ყველაფერი გათვლილი აქვს და აპრობირებული და ეს საჭიროა. შესაბამისად აქედან გამომდინარე იქ გადავეყარე ზუსტად ამ ჩვენ გიორგის მორიგეობის დროს ეს ყვითელი კასკებით მოძრაობდით და ხედავ გიორგი მოდის მას ცოტა მოძრაობის პრობლემა ჰქონდა, იმიტომ რომ თავის დროზე ტრავმა კისრის მიღებული და მანდაც გამოავლინა თავისი ესეთი რკინის ხასიათი და ფეხზე დადგა, გაიარა და როცა დაჭირდა გარბოდა კიდევაც, ეს როგორ გარბის კიდე სხვა ეს არის სალაპარაკო თემა არის, მაგრამ გარბის ისე რომ შეიძლება ბევრსაც გაასწროს, მაგრამ მოკლედ ამ თავისი მანერით მოძრაობის ესე გადამეყარა და გამიკვირდა მართალი რო გითხრათ, იმიტომ რომ გიორგი უკვე ცნობილი პერსონა იყო თავისი ვიდეოებით, თავისი ბლოგებით, პოსტებით. გიორგის თავისი ესე ვთქვათ წრე ყავდა შეკრებილი, სადაც სხვა შორის ძალიან თანმიმდევრულად, ლოგიკურად და სწორად ხსნიდა რაღაცა მოვლენებს. და აწვდიდა მოსახლეობას, ახალგაზრდებს და ეს ძალიან სწორი წამოწყება იყო ჩემი აზრით, ვამართლებ მაგ და ძალიან დიდი წილი შორის იმისი, რომ ასე ეს ახალგაზრდებიც და მთლიანად ეს წინააღმდეგობა და პროტესტი, რომ აი ესე რაღაცნაირად მარტივად უვლიდნენ ადამიანები ერთმანეთს და რაღაცნაირად თავისთავად ორგანიზდებოდა გიორგის წილიც ძალიან ბევრი ამაში და ამიტომაც
ამიტომაც მგონია რომ ასე მკაცრად იმიტომ მოექცა ჩვენი ძალადობრივი ხელისუფლება მას ჩემი გადმოსახედიდან ხო რა თქმა უნდა აი სინამდვილეში რა როგორ არის და არ მინდა რომ საქმეზე კონკრეტულად ვისაუბროთ თუმცა ეს განცდა რომ მას სამაგალითოდ სჯიან მგონია რომ სწორედ ამიტომაც ხდება ასე იმიტომ რომ ის ძალიან სწორად ლოგიკურად და ამას ღიად საუბრობდა არ ეშინოდა არაფრის და მე დარწმუნებული ვარ რომ ახლაც ასე რაღაცნაირად უცნაურია რომ თითქოს წარსულში ვსაუბრობთ უბრალოდ ის ახლა გამოკეტილია 4 კედელში და ალბათ წარმოდგენაც არ მინდა როგორც ხელავს და როგორი რთულიც არის ახლა მისთვის რომ ვერ გვეხმარება ისევ ჩვენ და ასე გვიწევს რომ ვისაუბროთ მასზე ეთერში და დააკავეს როდესაც წავიდა აქციიდან სახლში ხო როდესაც სახლში წავიდა უბრალოდ აი იქ გავჩერდი რომ გამიკვირდა რომ რატო არ ხარ მეთქი სახლში უკვე გვიანია და ხო იცი ხა სამიზნე ხარ ჩვეულებრივი იმის გამო რომ ამდენ პერიოდში მას ჰქონდა ესეთი რაღაც პოსტებიც, გამოსვლებიც, ვიდეოები, ჩანაწერები. ხა იმაზე რომ თქვათ ყველა ადამიანს თავისი მანერა აქვს რაღაცა გადმოცემის. გიორგის ეს რაღაც განსაკუთრებული რაღაც ცოტა განსხვავებული სტილი ჰქონდა ამ ვიდეოებში ჩანს კიდევაც და ნუ გახსნილად და შეიძლება ცოტა არაცენზურული რაღაც თემებში ლექსიკას ესეც ხმარობდა მაგრამ ერთხელ მახსოვს რომ ვკითხე კიდევაც რომ აი არ გჭირდება ზოგჯერ არის მომენტები რომ სულ არ გჭირდება ეს რაღაც ესეთი ფორმით საუბარი და თვითონ მეუბნებოდა რომ ჩემი მსმენელი სწორედ ამის გამო რაღაც ერთი მომენტი არის რომ მე რახან ესე გახსნილა და რაღაც მომენტში უცენზუროდაც შეუძლია რაღაცები მოეხსენიებინა აქედან გამომდინარე მას ამ კუთხითაც ყავდა მსმენელი რომელსაც ეს ერთ-ერთი ჟესტი იყო იმისი რომ ის რაღაც გულწრფელად აწვდიდა ნამდვილია და არ არის რაღაც პედესტალიდან არ გელაპარაკება რაღაც ესე ბრტყელი ტექსტებით რაღაც სპიჩებით ლაპარაკობდა ეკრანიდან ესაუბრებოდა ახალგაზრდას რომელსაც უღეჭავდა თემებს და აი წინა გამოსვლებმა რო თქვა რომ თეთრზე შავს გეუნებიან და შავზე თეთრს და ამას უნდათ რომ ეს დავიჯეროთ და ესე იყოს ეს ბიჭი ამას აკარწყლებდა და არგუმენტირებულად გასაგებად დაღეჭილად ესაუბრებდა ახალგაზრდებსაც და არა ახალგაზრდებსაც ვისაც შეიძლებოდა რომ გიორგის ვერსიაზე დაფიქრებული იყო და ეთქვა რომ ხო ეს ბიჭი ალბათ რაღაცა სიმართლეს ლაპარაკობს იმიტომ რომ ამიტომ და ნამდვილად და თან ამის გარდა მე ხა მართლა ესე პირადად არ ვიცნობ მისი რამდენიმე ვიდეო მაქვს ნანახი და მართლა რამდენჯერმე დაგხმარებია და მინახავს ხებს როგორ ეხმარება და ასე გამოვლაპარაკები ვარ აქციაზე თუმცა გამოირჩევა რაღაც უდიდესი ენერგეტიკით და мотивაციით და რაღაცას ისე გეტყვის ისე მოგესალმება და ისე გაგიღიმებს რომ იმ წუთშივე რაც არ უნდა აღლილი იყო რაც არ უნდა შეშინებული იყო იმ წუთშივე ოჩაღებს რაღაცნაირად რა ეს წარმოუდგენელი უნარი აქვს. არის კარგი ექიმის ზუსტად ნამდვილად, კი, ნამდვილად. მას ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი ყავს, ამის გამოც ერთ-ერთი თვისება. კი, და ძალიან ბევრი მადლიერი საქართველოს მოქალაქე ყავს ახლა უკვე და მართლა ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, იმიტომ რომ რაღაცა ყველა ნახეთ რომ რაღაც წარმოუდგენელი მუხლით და სასჯელით ემუქრება ეს ჩვენი პოლიციური მოძალა და რეჟიმი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს ასე არ იქნება და აუცილებლად ძალიან მალე ჩვენი სინდისის პატიმრები გამოვლენ გარეთ. გიგა, ზუსტად მაგ დროს მითხრა რომ სენდვიჩები დაურიგე ბავშვებს. და წავალო თან დედაჩემსაც უნდა მივხედო და წავალო აი ბოლო ერთი რამოდენიმე სენდვიჩი დამჩავა და ტენიდა რომ გამომართიო და არ მინდა მეთქი. მადლობა. მიხედეთ თავს მეთქი და დროზე წადი მეთქი. და წავიდა და წავიდა ხო. თუმცა თქვენ ახსენეთ დედა რომელიც მეც აქციაზე ყოფნის დროსაც ესე წასულა და მოსულა იმიტომ რომ დედა ყავს მისახედი აი რომ დააკავეს გიორგი მე ვიცი რომ თქვენ მისი კოლეგები ულიდით დედას კი გიორგის დედა დაემართა საკმაოდ დიდი ზომის ინსულტი რის გამოც თავის ტვინის დაახლოებით 2/3 ფაქტიურად განადგურდა, ესე რომ ვთქვათ. ძალიან მძიმე პაციენტი იყო, წელიწად და რამოდენიმე თვის წინ
მოხდა ეს და იმის მერე რჩება მძიმე პაციენტად. და მართალი გითხრათ, სასწაულებრივად მოხდა ის, რომ აი ამ პერიოდამდე ეს ქალი შეინარჩუნა გიორგიმ, ერთი პერიოდი ტიმში იწვა ქალბატონი ნინო და იქ ულიდით, მე რაღაც გარკვეული დროის შემდეგ, სადღაც 6 თვის შემდეგ, უკვე გიორგიმ წავიყვან სახლში და იქ მოულიო, აღარ არის საჭიროება მისი კლინიკაში ყოფნისა და პაციენტისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სახლის გარემოში ხდება სამდენი წელი სახლში ხანაცხოვრი, ესეთი მძიმე პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სახლში ყოფნა და ესეც გაითვალისწინა გიორგიმ და გადაწყვიტა, რომ ეს ამხელა ტვირთი თავის თავზე აეღო და გაუმკლავდა, რაც თავარია, თვითონ ამზადებდა იქ კალორაჟს ითვლიდა, კვების ისინია საჭირო, ეს დაკავშირებულია მუდმივ შრომასთან, ფინანსებთან და ყველაფერს თვითონ აგვარებდა და კითხებოდით რაღაც დახმარება, არა, ყველაფერი ესე რიგზე მაქვს და არაფერი არ მჭირდება, ესე ვაკეთებ, იმას ესე ურევ, აქედან ამას იმას შვები და არც გმირობა აქვს ჩადენილი და აქედან მიმართავ, რომ არასოდეს არ დაიდანაშაულოს თავი, რომ რაღაცად მოაკლო ამ ხალხს პირიქით ოჩაღ რომ ამდენი ხანი კიდე ესე ყავდა მას მიუხედავად იმისა რომ ქალბატონს ცნობიერება თითქმის არ ქონდა, კარგავდა, გონზე არ იყო, უბრალოდ აი მომენტებში თვალს გისწორებდა და მზერას იჭერდა. ნამდვილად და აბსოლუტურად მალევე კარგავდა. აბსოლუტურად გეთანხმებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის რაც გიორგის დაკავების შემდეგ, რაც თქვენ როგორი თანადგომა და სოლიდარობაც აჩვენეთ გიორგისთვის, ალბათ ეს ძალიან ძვირფასი და ფასდაუდებელი რამე, იმიტომ რომ ხო ასეთ სიტუაციაში, როგორც ქვეყანაში, როგორი კრიზისიც არის, სამეგობროშიც და ოჯახშიც რა შეიძლება იყოს უფრო ძლიერი და უფრო მნიშვნელოვანი რამ თანადგომის და სოლიდარობის გარდა. ხამე დაიჭირეს და რამოდენიმე საათში კლინიკის ხელმძღვანელობამ ტიმის შესთავაზა მის ოჯახს და მე გავაგებინე მის ოჯახს, რომ მზად არის კლინიკა, რომ ეს პაციენტი გადავიყვანოთ ჩვენთან, იმიტომ რომ გიორგის ჩაწერილი ვიდეოც გექნებათ ნანახი, რომ დედას მოუარეთო, გთხოვთ მეგობრებს ვთხოვა და ჩვენ გავემზადეთ მაგ რეჟიმისთვის, გამოჩნდნენ მოხალისეები, ჩვენი მეგობრები, რეანიმატოლოგები, რომლებიც იმორიგებდნენ სახლის პირობებში. თან ექიმებს ისე გვაქვს 4 დღეში ერთხელ მორიგეობა, 8 დღეში ერთხელ მორიგეობა, ესეთი სტილია, ესეთი მორიგეობის და 8 რეანიმატოლოგმა უცებ გამოთქვა სურვილი, რომ სახლში ვიმორიგებებთ და ექთნებიც გვერდში დაგვიდგნენ, ჯოენის და ტიმის ექთნებიც, რომ ჩვენცო გაგვითვალისწინეთო, მანდ გუნდურად უნდა იმუშაო, ექიმი ცალკე მუშაობს, ექთანი ცალკე და სახლის პირობებში გადავწყვიტეთო ეს გაუკეთებინა და ამ დროს წამოგვეწია ამ ჩვენი უფროსი მეგობრების ტიმის ხელმძღვანელობა, რომელმაც თქვეს, რომ რა თქმა უნდა ჯობია კლინიკაში ეს ყველაფერი და ჩვენც დავეთანხმეთ და რამოდენიმე საათში მოხდა ისი გადმოყვანა. ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის სწორედ გიორგის ის ხასიათიც მართლა როგორც არის გიორგი ის ადამიანი, რომ მის გარშემო თუ კი ვინმე არსებობს, იმ წუთში არ არსებობს, რომ ყურადღება არ მიაქციო და მის მიმართ კეთილგანწყობა არ იგრძნო და ჩემთვის მართლა პირადად აბსოლუტურად განსაკუთრებით ექიმებში, და აი ხო კოლეგებში. ნამდვილად ყველა ადამიანში, აი ვინც მართლა ესე ქუჩაში აქციაზე შევხვედრივალ რამდენჯერმე და იმ წუთშივე რაღაც ნდობით და გსიამოვნებს მისი დანახვა და გიხარია და იმ წუთშივე რაღაც უსაფრთხოდ გრძნობ თავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგის აქვს ის უნარი, რომ გაგრძნობინოს შენ ეგ თანადგომა და ძალა და სოლიდარობა და შესაბამისად, როცა შენ თვითონ ასეთი ადამიანი ხარ, შენს გარშემოც ალბათ იწვევ ასეთივე დამოკიდებულებას შენს მიმართ და მე პირველ რიგში მინდა რომ მადლობა გადავუხადო
გიორგის თუ ის ახლა გვიყურებს ძალიან გამეხარდება. ჩვენ ესე არ ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა არ ვიცი გახსოვს თუ არა ჩვენ შეხვედრი ვართ აქციაზე ბევრჯერ ერთმანეთს. შენ დახმარები ხარ ბევრჯერ ჩემ თვალწინ ბევრ ადამიანს, მეც რჩევებიც მოგიცია ჩვენთვის და ეს მართლა ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი რამეა და ახლა მისთვის ძალიან რთული დღეებია ნამდვილად, იმიტომ რომ დედის ასე დაკარგვა, როცა ასე უვლიდე და ძალიან მძიმე და მტკივნეულია, როცა შენ თვითონ ოთხ კედელში ხარ გამოკეტილი, თუმცა ხო მართლა კარგია, რომ მას მიცა შესაძლებლობა, რომ დღეს მიეცა ეგ შესაძლებლობა, გაუხარდა ყველას, მოიხსნა დიდი დაძაბულობა, კარგია რომ საღმაზმა გაიმარჯვა და ხო, შესაძლებლობა რომ დედას ხო, იყო მოლოდინი რომ წინასწარი განწყობა ყოველთვის ადამიანს თანსდევს და ამ მოვლენებიდან გამომდინარე ჰქონდა ეს მოლოდინები რომ ვაი თუ ესეთი დაძაბულები არიან რომ აი ესეთ დიდ საშიშროებას ხედავენ ამ ფაქტში და ძალიან მოხარულები ვართ რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა და მას მიეცა საშუალება რომ დაეტირა დედა და თავის ოჯახის წევრებს შეხვედროდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად მოსახლეობაშიც მოიხსნა ეს წინასწარი რაღაც ზედმეტი დაძაბულობა გაქარწყლდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ეს ნამდვილად კარგი ჟესტი იყო იმ ხალხისგან. თუმცა იცით როგორ არის ეს მე მგონი ჩვეულებრივი ადამიანური მომენტი არის და ეს დიდი დამსახურება არ არის. რა თქმა უნდა, უბრალოდ მიგვაჩვიეს, რომ ეგეთი პატარა რაღაცა. ხო, ანუ რაღაცა გაგვიხარდა, ამ დროს ეს ხო ელემენტარულია, რომ სოლიდარობა ადამიანს ხარდაჭერა ესეთ მძიმე პერიოდში მას ეკუთვნის ეს. და მისი უფლება აბსოლუტურად. ხო, რა თქმა უნდა. და არ აქვს მნიშვნელობა სიტყვაზე მკვლელიც რო იყოს ვიღაცა, იმასაც კი აქვს უფლება, რომ ეს მიიღოს ეს ხარდაჭერა და სოლიდარობა იმ ხრივ, რომ მივიდეს და დაემშვიდობოს საყვარელ დედას და თავის ოჯახის წევრებთან ერთად გაიზიაროს ის ტკივილი და ეს ძალიან დიდი მნიშვნელოვანია ოჯახისთვის აუცილებლად და შესაბამისად დღეს ოჯახს ეს მომენტიც მოეხსნა ის შიშები და მშვიდად შეძლებენ რომ გააცილონ ქალბატონი ნინო. ძალიან დიდი მადლობა გიგა, დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეთ ასე გულწრფელად ეს ამბები და კიდევ ერთხელ მოვიკითხავ გიორგის აქედან, მას ვუსურვებ მხნეობას და გამძლეობას და ყველა პატიმარს, რა თქმა უნდა, მოვიკითხავთ აქედან და ვუსურვებ მხნეობას და გამძლეობას, თუმცა ყოველ ჯერზე ჩვენ, როდესაც მათგან გამოგზავნილ წერილებს ან ამბებს ვისმენთ, ისინი ხედავთ, რომ საკმაოდ მხნედ და კარგად არიან და პირიქით აქეთ გვამხნევებენ. თქვენ ხართ ჩვენი ძალა და мотиваცია და არასოდეს არ მიგატოვებთ არც ერთი წუთით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული თქვენთაგანი ძალიან მალე იყოთ გარეთ. მე დავამშვიდობები ჩვენ სტუმარსაც და დავამშვიდობები მაყურებელსაც. შევხვდებით ორშაბათს იგივე დროს, იგივე ადგილას ნახვამდის.